სამებით ხატია მადლობა ამ შესაძლებლობისთვის გამარჯობა. მე მინდა რომ სანამ დავიწყებთ შეფასებას ასე ვთქვათ დღის მნიშვნელოვანი თემების ასევე მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის ასე ვთქვათ ერთიან პოზიციაზე ინიციატივაზე რომლის მიხედვით ისინი მიმართავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს, რომ 27 ქვეყნის პარლამენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და ამას უკვე მოყვა, ასე ვთქვათ, არაერთგვაროვანი განცხადებები, მათ შორის საერთაშორისო ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან, რომ ეს იყო ერთგვარად, არ ვიცი, PR სტრატეგია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თითქოს ამ წერილის საჭიროება არ არსებობდა, იმიტომ რომ თებერვლამდე არის ვადა. ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ რომ მაინც შესაძლოა ევროკავშირის და განსაკუთრებით ედირის გრძელვადიანი მისიების გარეშე დავრჩეთ მაინც 2024 წელს ქართული ოცნების ხელშეწყობით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რომელიმე კონკრეტული ბრიფინგი, ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ვერ დავრჩებით ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების გარეშე არ არსებობს უბრალოდ, როდესაც სადამკვირვებლო მისიები არ მოქმედებენ გრძელვადიანი ქვეყნებში, არ აფასებენ არჩევნებს. შეიძლება რაღაც სტრატეგია იყოს ცოტა დროის გაწელვა, სტრატეგია იყოს ქართული ოცნების, რაც შეიძლება ბოლო მომენტამდე ასეთი მოთხოვნის, ასე ვთქვათ, გაგზავნის გარეშე, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულად პოლიტიკური მოცემულობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ მაინც მოუწევთ, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევა, განსაკუთრებით ევუთოოდირის მისია, რომელიც პრაქტიკულად აკვირდება ყველა არჩევნებს და ასევე აქ იქნება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიული ინსტიტუტი, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობები. ანუ ეს არის ის საკითხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად არის უკვე გადაწყვეტილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუ არ იქნება გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას არჩევნების აქვს სერიოზული პრობლემა, ამიტომ ქართულ ოცნებას ნამდვილად მოუწევს ამ მისიებს და დათანხმება და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ახლა გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს, ეს გასაგებია საბოლოო ლეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება და შეფასდეს ყველა ფაქტი. აი მე პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი ასეთია ნატა ფერაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც საპატრიარქო მიიღო გადაწყვეტილება უბრალოდ მოუწოდა შემომწირველებს შეცვალონ ხატი და ის ეპიზოდი სადაც იოსებ სტალინი არის გამოსახული ხატზე ზოგადად თელმა ამ პროცესმა თქვენ რა დაგანახათ რა გაჩვენათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც თქვენ გაამახვილებდით ყურადღებას თელს ამ პროცესში დაწყებული ნატა ფერაძის აქტივიზმიდან დამთავრებული იმით რაც შემდეგ ვიხილეთ ფერაძის სახლთან და პოზიცია ქართული ოცნების პირველ რიგში ბოლო განცხადება საპატრიარქოსი რაც გულისხმობს იმას რომ მათ ადვილად მოიშორეს სტალინი ძალიან რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია კი საზოგადოების აქტიურობა ნატას აქტიურობა ნამდვილად მაგრამ მე არანაკლებ პრობლემურად მიმაჩნია რუსული ხატზე ხატის რაღაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება, რაც რეალურად გულისხმობს მაგალითად იმ წმინდანს, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი ნამდვილად, მინდა გითხრათ გულწრფელად, ანუ არ ვიცოდი თუ არსებობდა ესეთი წმინდა მატრონა, რომლის აი ამ ხატზეც თუ ხატი დავარქვათ, თუ მე ვფიქრობ ხატიც არ არის რაღაც გამოსახული იყო ის ტირანი მე-20 საუკუნის, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ესე ძალიან პრობლემურია, კი, მნიშვნელოვანია პროტესტი, მნიშვნელოვანია ნატას უსაფრთხოების დაცვა, ის ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურების შემდეგ, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ხელს აფარებს და ხელს დააფარებს, რა თქმა უნდა, მომავალში, მაგრამ არანაკლებ პრობლემური მეჩვენება ის, რომ თურმე ასეთი ძალიან ესეთი რუსი წმინდანების რაღაც ხატებზე და რუს წმინდანებზე ხდება ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, რაღაც ლოცვა. ხა ვისაც რაზე უნდა იმაზე ილოცოს, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად ვერავის ვერ მიგუთითებ, მაგრამ მე ხა როგორც თქვენ ერთ-ერთ კოლეგას უთხარით, დღეს ნამდვილად არ ვიცოდი თუ ესეთი ხატი არსებობდა, ესეც წმინდანი არსებობდა ძალიან პოპულარული რუსეთში როგორც ჩანს არა მხოლოდ მე მაგალითად გაკურვებული ვარ ესეთი ადამიანებისგან მოვისმინე, სიმართლე გითხრათ სოციალურ ქსელში, რომ თურმე ასე
ასეთ ლოცულობენ, იციან, ეთაყვანებიან, ხო, კიდევ მე ვისაც რაზე უნდა იმაზე ილოცოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ყველას უნდა გვესმოდეს და მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს, რომ ძალიან სერიოზულად ცდილობს რუსეთი საკუთარი გავლენებით, მათ შორის აი ამ ჰიბრიდული ომის წარმოებას, ხო და ამიტომ ჩვენ გვყავს ჩვენი წმინდანები, რა ვიცი, ძალიან ბევრი, ძალიან გამორჩეული, მნიშვნელოვანი, ვისაც ვეთაყვანებით, ვისაც ვლოცულობთ და ალბათ მათი, ასე ვთქვათ, წინარიგებში წამოწევა არის მნიშვნელოვანი. მე ასე ვიტყოდი, რაც შეეხება ნატას პროტესტს, რა თქმა უნდა, აქტივიზმი, იგი არის აქტივისტი, ძალიან აქტიური, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ არც სტალინის ადგილი არ არის. ისევე როგორც მე ვფიქრობ, არც მატრონას ადგილი არ უნდა იყოს წმინდა საკათედრო ტაძარში, საქართველოს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას, ხო, ჩვენი ჩვენს ტაძარში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ტირანი, რომელმაც უამრავი ადამიანი გაწყვიტა, ამ ადამიანის ადგილი ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა, არათუ ხატზე, არამედ სურათზე ან ტაძარში. ხო, ამიტომ ის ფაქტიც, რომ ეკლესია რაღაცნაირად საპატრიარქო უბრალოდ განერიდა ხო სტალინს, მაგრამ მისთვის აპრიორი რჩება რომ ეს დათმობათ ამას როგორც პოზიციების დათმობათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხათია მანამდე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის ოფიციალური პრესსამსახურის მიმართ, სადაც კონკრეტულად ამ ხატზე იყო საუბარი და მანამდე საუბრობდნენ, რომ სტალინის გამოსახვა ხატზე არ ნიშნავს მაინც და მაინც სტალინის განდიდებას. ასეთი იყო არგუმენტი. ახლა ფაქტია, რომ მოუწოდებენ ხატწერებს, რომ შეცვალონ ეს ეპიზოდი. მიიჩნევთ თუ არა, რომ შესაძლოა ეს იყოს, ანუ მიიჩნევთ თუ არა ეს არის, არ ვიცი, აქტივიზმის შედეგი თქვენთვის, პოზიციების დათმობა? მე შესაძლებელია, კი, ნამდვილად, ანუ სტალინის რაღაც განაგდეს განაგდო საპატრიარქომ და მაგრამ დაიტოვა მატრონა, ხო? ანუ მე მაგალითად საერთოდ კიდევ ვიმეორებ, მე ასევე პრობლემება რუსი წმინდანის ესე აშკარად ეს გამოფენა წინახაზე გუწევთ რომ გითხრათ და მე არც ვიცოდი და მართლა მეხამუშება ესეთი რამ და არ მგონია რომ ისედაც ხა არ მგონია რომ მისი ადგილი არის საქართველოს ესეთი ტაძარში, იმიტომ რომ ჩვენი გამორჩეული ნამდვილად სათაყვანებელი წმინდანები გვყავს. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კი, დათმობა შეიძლება მივიჩნიოთ რაღაც ნაწილობრივ, ნაწას გამბედაობაც აღსანიშნავია, რა თქმა უნდა და კიდევ ვიმეორებ, გუშინაც თქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებელია მისი უსაფრთხოების დაცვა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა პირველ რიგში, რაც მართლაც ჩვენ მისახთან, მაგრამ ასევე ძალიან პრობლემური ხო, ჩემთვის როგორც გითხრათ, და იმაზე მივიდეს და ილოცოთ, უცბელად ეს არის ადამიანს უნდა კონდეს, მაგრამ ესეც არის პრობლემური, დიახ. აი, მოკლედ ამ ამბავს თუ კი განვიხილავთ, ასე ვთქვათ, ამას მოყვა რუსი, ასე ვთქვათ, რადიკალების, მოდი ვიტყვი ასე, შეკრება ნატა ფერაძის სახთან, მოყვა პოზიცია საპატრიარქოსი, რაც დღეს გავრცელდა, მაგრამ ასევე მოყვა საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლების პასუხისმგებლობის შეღება იგეგმება, რას ნიშნავს ეს საკანონმდებლო ინიციატივა თქვენთვის, რომელსაც აქ თვითონ ინიციატივაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ არის ვინ არის ინიციატორი და როგორ შეიძლება ამ ინიციატივამ იმუშაოს. ვიკა, რას უნდა ნიშნავდეს ახლა სრული ფარისევლობა, თვალთმაქცობა და ზოგადად არავითარი რაღაც შინაარსობრივი დატვირთვა მას არ აქვს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ სიყალბეა, ხო და ეს რაღაცა პოპულისტური გამოძახილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კორცს უბორებს ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ არ დაგვაუწყოს, რომ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი საყდრისის აფეთქებაზე, მაგალითად, არავინ კონკრეტულად დღემდე მათი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის სანქცირებული საყდრის აფეთქებასთან დაკავშირებით პირდაპირ ივანიშვილის დავალება იყო. გელათში რაც ხდება ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, გვახსოვს და ის უნიკალური ფერწერა, რომელიც არის გელათში, ხატები, მათ შორის ფრესკები, რომელიც ჩამოდის და პრაქტიკულად არავითარი რეაგირება წლების განმავლობაში არ ქონია ქართულ ოცნებას. ამიტომ ესეც თუ მიუდგებით, არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ სუფთა ესეთი ფარისევლობა. ხო, ხა მე ძალიან შორს არის ჩემთვის ნამდვილად ქართული ოცნება
იხსნება ნებისმიერი რაღაც ესეთი ქრისტიანობის და თუნდაც სამშობლოს ან პატრიოტული თემების დაცვის კონტექსტში. ამიტომ ხა როდესაც ისედაც არსებობს სისხლის სამართალში ხო რაღაც აქციების თემა, რომელიც კიდევ ვთქვათ არის რაღაცა საკუთრებაზე, არის კონკრეტულ რაღაც ადმინისტრაციული და ასე შემდეგ, ხა რა საჭიროა ხო ესეთი ფარისეულობა, მაგრამ ეს არის გამოძახილი ძალადობრივი ჯგუფებიდან ამოძახილი, რომელსაც წლების განმავლობაში ხელს აფარებდა. მე არ გავახსენებ ჩვენს მაყურებელსაც შევახსენებ, ხო, ხა მაგალითად რატო ვსაუბრობთ, რომ 5 ივლისს არც ერთი ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორი არ დასჯილა, ზუსტად ჟურნალისტის ადამიანის გარდაცვალება დადგა, ადამიანები ცემეს დაასახით, რომ ჟურნალისტები და როგორი მძიმე იყო ის ძალიან მოვლენები, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ძალიან აქტიურად ესე სეირნობდნენ, არ დაგვავიწყეს, რომ მათ ზუსტად ახალისებულები არიან და ჩვენ ესეც არ დაგვავიწყეს, რომ უკანონო ნაგებობა გვიდგას მაგალითად საქართველოს პარლამენტის წინ, ხო? ანუ არავითარი ვთქვათ დაწვირთვა რაიმე სახით ან ეკლესიური არ ქრისტიანული ამ ნაგებობას ნამდვილად არ გააჩნია, მაგრამ ხედავთ, რომ ვთქვათ მათთვის ეს არის ზუსტად იმ ადამიანების მიერ რაღაც ამომართული, რომელიც ძალადობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათი ეს გამოძახილი მხოლოდ ფარისეულობაა და მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.